რიცხვითი ღერძი, კოორდინატი. მოცემულ წრფეზე აღვნიშნოთ რაიმე O წერტილი. O წერტილი წრფეს ყოფს ურთიერთსაწინააღმდეგოდ მიმართულ OA და OB სხივებად. O წერტილი ათვლის სათავედ მივიჩნიოთ და შევუსაბამოთ 0. სხივის სათავიდან მარჯვნივ გადავდოთ ერთეული მონაკვეთი, რომელიც ერთი სტოლია, +1, +2, +3 და ასე შემდეგ. ხოლო სათავიდან მარცხენა მხარეს, ანუ OA სხივზე, გადავდოთ -1, -2, -3 და ასე შემდეგ. ამრიგად წრფეზე შეიძლება გამოისახოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი რიცხვები და რიცხვი 0. მიღებულ წრფეს რიცხვით წრფეს, ანუ რიცხვით ღერძს უწოდებენ. OA სხივის მიმართულებას, რომელზეც დადებითი რიცხვებია გამოსახული, რიცხვითი ღერძის დადებითი მიმართულება ეწოდება. საწინააღმდეგო მიმართულებას კი უარყოფითი მიმართულება. დადებითი მიმართულება კი ისრით არის აღნიშნული. რიცხვითი ღერძი არის წრფე, რომელზეც შერჩეულია ათვლის სათავე, ერთეული მონაკვეთი და მითითებულია დადებითი მიმართულება. რიცხვს, რომელსაც რიცხვითი ღერძის მოცემული წერტილი შეესაბამება, ამ წერტილის კოორდინატი ეწოდება. ამიტომ რიცხვით ღერძს საკოორდინატო ღერძს, ანუ საკოორდინატო წრფესაც უწოდებენ. მაგალითად, კოორდინატი აღინიშნება ასე. A წერტილის კოორდინატია 4, B წერტილის -5. O წერტილის კოორდინატი კი არის 0. რიცხვთა ღერძზე მოცემულია ერთეული მონაკვეთი. აღვნიშნოთ მოცემული წერტილების კოორდინატები. მაგალითად, A წერტილის კოორდინატია +2. როგორ დავსვათ B წერტილის კოორდინატი? ამისთვის ერთეული მონაკვეთი, ანუ 0-სა და 1 შორის მანძილი, დავღოთ სამტოლ ნაწილად და მოვნიშნოთ 2 ნაწილი. დავსვათ B წერტილი. C-ს კოორდინატია 2,1. ამ წერტილის მოსანიშნად დავსვათ წერტილი, რომლის კოორდინატია +3 და C წერტილის კოორდინატი დავსვათ +2 და +3-ის შუაში. D წერტილის კოორდინატია -1. K წერტილის კოორდინატის დასასმელად ერთეული მონაკვეთი დავყოთ სამტოლ ნაწილად და მოვნიშნოთ 1 ნაწილი. დავხაზოთ რიცხვითი ღერძი. აღვნიშნოთ მასზე A წერტილი, რომლის კოორდინატია -2 და B, C, D, E წერტილები, თუ B წერტილი A წერტილიდან უარყოფითი მიმართულებით 2 ერთეულითაა დაშორებული. B წერტილის კოორდინატია -4. C წერტილი A წერტილიდან დადებითი მიმართულებით 3 ერთეულითაა დაშორებული. C წერტილის კოორდინატია 1. D წერტილი C წერტილიდან დადებითი მიმართულებით 1,5 ერთეულითაა დაშორებული. D წერტილის კოორდინატია 2,5. E წერტილი D წერტილიდან უარყოფითი მიმართულებით 3,5 ერთეულითაა დაშორებული. E წერტილის კოორდინატია -1.